გამარჯობათ მეორედ ხო და ხო იცით ახლა მე ისთვისაც შემოვედი აქ თუმცა გარეთაც შეიძლება მის ჩაწერა მაგრამ ტელევიზორია ჩართული დაიცა მოგრეცილობა გავისწოროთ და მოკლედ სიწყნარეში მირჩენია რა სანამ სხვა რამეს დავიწყებ ერთ სიტყვა და ორი გაგებით ჩემი რძლის ჩათვლით ბევრმა მომწერეთ რომ პარაცეტამოლი თუთო ბევრმა გაწმინდეთ და ძალიან მიხარიათ რომ ჩემი რჩევა გამოგადგათ შემცით ახლა ფეჩთან ვიყავი ხა მაგრამ შემცით ეს არის საცხი მაგ ჩართული და გამოირთვებოდა მაგრამ ესა მეზარება ჩასვლა და მოდი სანამ ჩავალა ეს გავხსნათ თუ რა დევს შავ ყუთში მიმღები ქალაქი მარტყოფიო იუსტიციის მიმდებარედ ნინო ცოფურაშვილი 557 ბოლო ციფრებს არ ვასახელებთ საქართველოს ფოსტა თვითონ ხო გამოიწერა ხო და ჩემიც ანუ შემდეგ შეკვეთაში დაამატა რა უთხარი რომ მეც მინდა მეთქი და ანუ ვიცი როგორ იყო ჩემი ჯერ თავისი მოვიდა და მერე ჩემი და ანუ რაც უნდა გადამეხადა იმაზე მეტი ანუ უბრალოდ მეცადე ანუ მაინც ხო უნდა მოვატანინო და ფოსტისასო შენ აღარ გადაიხდიო რა და ანუ თავისა მოასწრო ერთ სიტყვით რა ისე რომ მისგან დამოუკიდებლად მოვიდა კიდე ჩემი ანუ ფოსტის ფულიც უნდა გადახდილიყო და გუში რომ გავიგე გამბავი რადგან თავს იგიჟებს ხოლმე ეგეთ რაღაცებს არ მართლებს მე კიდე ხერხი ვისწავლე ხოლმე და ამის შემდეგ ვრიცხავ მის ანგარიშზე და ხო გადაირეოდა ეგრე ჩამერიცხა გუშინ პონჩიკები წამოვიღე სამსახურიდან ხო და ისა გადავრიცხე ტაქსი რაღაც და პოსტის ფულიც ისე რომ ყველაზე კაი რა არიცი თუ არ ვეტყვი არ ნახულობს ხოლმე და ზუსტად ვიცოდი რომ ერთის უთხარი რომ პონჩიკების ფული გადმოგირიცხე მეთქი და ვერ ახარ შენაო მითხრა და არა მეთქი რაღაცას რო ყიდულობ ხოლმე ხო და რომ 5 ცალი უნდა მეყიდა და მეტი იყო ჩალაგებული ჯერ ეგერთი ხო და ზუსტად ვიცოდი რომ არ შეამოწმებდა და თავს არ მომაჭირდა იმიტომ რომ პოსტის ფულს გადაურიცხე ნახოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ყვავილნარი რა ყვავილი რა შუაშია კაცო და მარტვი მიცადეთ ორი წამით ჩავიდოთ რა შეფუთვაშია ვნახოთ ძალიან ფეშენში შეფუთვა ერთ სიტყვით ნახეთ რაც ხანაირად არის შეფუთული და ეს ჩამოვახილეთ ასე აქამდე მოსული არ დავაზიანო და მეც ესე ნელა და ლამაზად გამოვიღო გამარჯობათ ეს უნდა იყოს 50 ძირი ეხა მიუხედავად იმისა წვიმისა რაღაც ეხა დღეს შევინახო ხვალ შევინახო არ გაფუჭდეს გვერდი არ მახსოვს საიდან გამოვიწერეთ იმიტომ რომ მე აუ ნინოს ვკითხავ რა გვერდია და აქ მიგითითებთ ისე რომ ანუ ეხა ხოა ძალიან ბევრი გვერდია ხალხო ალბათ გეცოდინებათ კიდეც შაშა ნინოსაც მაგასთან მოუვიდა ეგეთი რაღაცა რომ ყვავილები გამოიწერა და ანუ თაღლითური გვერდები როა და რაღაცა ეხა რომ მაგალითად მე სურათი დავდო რაღაცა საოცრება მაგალითად ის რო არის კოლექციის ისინი როა ხო იცი მაგალითად ეხა ყვავილები და რაღაცები რა და ეგეთი ყო ისინია და იაფათ რა და მე არც ვიცოდიო რომ საკოლექციო იყო და უყიდია მოკლედ და რაღაცა ეხა
ვარდი რო გამოიწერო ხა ჩემგან და მე მარწყვი მოგცე, ისიც არ მოგცე. ისე რომ მჩივლა კიდეც და რაღაცა რა და ანუ ნინოს ვეტყვი რა გვერდია და ვისაც გენდოვებათ ხალხნო მიუთითებ და შეგიძლიათ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ნინო თქვა რომ სანდოები არიანო და უკვე წლებიაო ამათგანო რაღაცეებს ვიწერო და აი თქვენ თვითონ ნახეთ, კიდე კაი გავხსენი, დაზიანებული არ არის, უბრალოდ კიდე კაი გავხსენი, რომ ძალიან მცირე რაოდენობით მიწაა და ამას სჭირდება სასწრაფოდი ჩარგვა. შეხედეთ თქვენი ლამაზი თვალებით. ეხლა ოთახი დალაგებული მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები რომ არაფერი არ დავყავო. და თქვენს მინდა განახოთ თუ როგორ ვიცი ეს მოწიო რომ კარგად მიეყუდოს აი ეს. როგორ ჯანსაღი ფესვებია და ჯანსაღი ძირებია, აი სათითაო და მოდი, მაგრად მაინტერესებს ვიყიდე 50 ძირი და დავთვალოთ 50 არის თუ არა. რატომაც არა. ზოგადად ესე ჩაწონწილება არ მიყვარს ხოლმე, ჩაწონწილება. მაგრამ რადგან თქვი რომ მოდი და ვნახოთ და უნდა მიუთითო მეთქი ნომერი, არანაირი რეკლამა ან ანტირეკლამა, არა. არავინ არ მიხდის ფულს, მე ესეთი რაღაც არც პარაცეტამოლმა არ გადამიხადა წეღან ფული რომ უთო გაწმენ და გასწავლეთ. ხო და არც მარწუნა. უბრალოდ მინდა დავთვალო რა, რომ ეჭვი მაქვს რომ შეიძლება მეტიც იყოს, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც ესეთი გვერდებია ხოლმე, ანუ საეჭო რო არ არის და რაღაცა მეტად ცდილობენ ხალხის მოზიდვას. აი მაგალითად ჩვენთან რო უკვეთავენ ხოლმე ხინკალს 20 ხინკალს სიტყვაზე ვამბობთ, ვაგდებთ 22-ს ან 23-ს, რომ ან თუ ჩაიშალა სიტყვაზე 1-2, ანუ რაოდენობრივად იმდენი იყოს, რამდენიც შეუკვეთეს საღი რა და თუ არ ჩაიშლება ხოლმე იმ ორსაც რო ვატანთ, ეგ სიტუაცია. ხო და ეხა დავთვალოთ. აი ძალიან ჯანმრთელი მიწა დავაგდე ხალხ. მოდი აქ. აი ძალიან ჯანმრთელი ფესვებია. ოღონდ კიდე კაი მართლა გავხსენე, ეს სუმიწიანია, ვითომ ნაზად ვიღებ ხარ და 9 ჯერ დავაწყვიყე. 1 2 ნახეთ. სუახლები აქვს გამოტანილი. 3. ეხა ხმას აღარ მოვიღებ დავთვალე. გავწიო ცოტა იქით. ასე მოვაფრთხილოთ რომ კარგად გამოჩნდეს. 4 და 5 ეხა მოვდა ამასაც შეკრა. ეხლა ცეკვიდა რომ მოხვალ, კი არა და რო გამოხვალ ეხა არ აწვიმს და დროულად წადი სანამ არ აწვიმს, ოღონდ ისე არ წავდები რომ ამოიტლოპო და იქიდან რომ გამოხვალ. თუ თავს ხმა იქნება, ეხა რავი 1-2 წუთი დაელოდე. ქოლგა ჰქონდა და ბარბარესა ჰქონდა ქოლგა. საწვიმარი ვითრო არის, ანუ უფერული ხო იცით ეგეთი და 1-2 ჯერ გავატანე და ტარი მომიტანა მერი ამან. ხო და მე იქნებ ვუყიდო რომ ჰქონდეს აი ესე სასიამოვნო ლაშა არ არის სახში წავა, ხო თუ ბავშვები წაიყვანა მეთქი და ვერ ჩაიყვანს. ამიტომ ანუ თუ ნიკოლოზა იქნება მანქანით ხო წამოგაბროწიალებს. აი ესე ჰქონდეს. всё. ხო და თუ არა და დაელოდე რა, ოდნავ თუ უგარგა ან არ და გამოიქეთ და გაგამშრალებ. всё, ხა ხელი აღარ შემიშალა, უნდა დავთვალო. დადი. 5 იყო ხო? 6 7 8 სად უნდა დავგაქალო? 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 აუ მაღალდი 25
26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33. ამას ძირზე აქვს თეთრი რაღაცები, რომელიც ჩემო მეზობელმა მაჩუქა და სავარაუდოდ ისინი უნდა ჩავაყოლო მიწას. ანუ და სინესტეს რომ იმაშვება რა, ინარჩუნებს, მაგრამ ეხლა სანამ მე გაგანებ და მავიწყდა რამდენი იყო, ამიტომ ერთი წამით გაგთიშავთ რომ ვნახო. 33 ყოფილა. 34, აღარ ვილაპარაკებ, ეხლა მეშლება. 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, აღარა ვჩანვარ. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12. ხო გითხარით თორ როცა ჩვენც ვამატებთ მეტი. 52 სრულიად საღი ძირი და ძალიან ბევრ ახალ-ახალი რამე რუმეები აქვს გამოტანილი და ამის ასე დატოვება ხალხმა შეიძლება ძალიან თბილად უნდა ჩავიქვა ახლა. აუ არც ცივა გარეთ რა, ვაიმე ცივა მეთქი არ არის ეგეთი რამე. ამას ეს იყოს ცოტა ხანი აქ. აი აქ წეღარას ვამბობდი მეცაშუქია უნთო. აი ეს თეთრი რაღაც. აი ეს თეთრი რაღაც არ ვიცი რამდენად ჩანს. აქ ფესვებში ჰქონდა შერეული. აი ქერტლივით ეტყობა ეგ. ეგ არის აი სინესტეს რო ინარჩუნებს რა. ხო და ეგეთი რაღაცა მაქვს მე ნატოდეი და მაჩუკა. ხო და მაგას შევურევ მიწაში და რაღაცა ტყის მიწაც მაქვს რაოდენობრივად და აი ამდენი საკუნა ჩავრგა არ ვიცი. ეხა ჩემს ქალბატონს ავაბრძანებ აქედან. ჩემო ლამაზო, ეს მინდა და შეიძლება ავიღო? ჩემო ლამაზო. პრინცესა. ჩემო პრინცესა. ვიმე როგორ პრიალებს ღმერთო. დედას პრინცესა. არ კატამკლაპო, ეს მინდა რა. აქეთ გადმოდიო, ეს უნდა ავიღო. ჭირდება. აჰა. უი, ერთი კუთხი წეღან ავიღე დილას უფრო სწორად და ერთი ჩემი ველური ინდაური ძალიან ცხოელები არიან რა და მაგან გაჭყლიტა უეჭველი, იმიტომ რომ ერთი იყო გატეხილი ფეხებით და წეღან ისიაში კი შევიტანე რომ იქნებ შიგ დადონ მეთქი. რა არის ვის გადაეკეტა ოსალოდნელია წვიმა, კაი გაწვევთ, კიდე კაი მითხარით. წამოდით ჩვენ ვნახოთ თუ გვაქვს ტერიტორიაზე რამე ქოთნის მსგავსი, რაც შეიძლება გამოვიყენოთ 50 რო იყიდე ხარ. ჯერ ხო უნდა გაგერკვია სად უნდა ჩაგერგა. მაგრამ მართლა ეგ მეგონა რა რომ ერთი კვირის მერე მოვამეთქი, მაგრამ აბა აი აქ უნდა შევიდე ვნახო რაღაცა ისინი მანდ მაქვს. ბაცათო ჩემო ლამაზო შეძვერი ისე მიდი. აი მოიცადე ეს აქ იყოს. ეს არის, მაგრამ ეს პატარა არის, ესენი პატარებია სამაგისოდ. თუ არა და დროებითაც შეიძლება რაღაცების ჩარგვა და აი ამაზე დასადებები როა რა მაღლა. რადგან მე დაბლა არ მინდა. ქათმები ერთი რო გაუმეპარნენ. აი ერთი წუთი რო თვალი მოღერიდო გაკორტნიან, აი. რა ვიცი რას უზავენ და უი ნახე მქონია რაღაცეები. ხო და მაგიტომ ეშინია და არ მინდა რომ მან დავრგო. ცეცო წადი ახლა იქ. ეს არის სრულიად სავსე ტყის მიწით, ნახეთ. და ეს მოწონს ამას
როგორც ვიცი, ესეც ტყის მიწა ამაში და ამაშიც, ამაში ბარაქის ხემედო. შეიძლება ამაშიც ჩარგვა და ამაშიც, მაგრამ მე მინდოდა რა რომ ეგრევე იქ ჩამერგო, მაგრამ დროებით წავა. აი ვიპოვე კიდე ერთი ქოთანი და დაჟე კიდე მოიც. აი მე ბაცა ცოტადი. აი ეს აქ შეიძლება თუნდაც ორი ძილის ჩარგვა ამაში და ნახეთ აქ ბრძანდება ესეც. ეს პატარა, მაგრამ ამაში შეიძლება ერთი სალო ჩავრგა და ნახეთ ან საკიდი აქ. ეს ძალიან პაწაწუნა ამის თებშისა და მაქვს, არ მაქვს. ამიტომ წავიხოთ. ესეც, ისიც ლამაზად კიდია აბლაბუდები შვენივრად. იცი რა მაინტერესებს? ამაში არ წავა. ნახეთ. ეს ნახეთ რები, იცი როგორ მიყვარს ესენი? ეს რო დავკიდო. აი ესენი რო დავკიდო, მაგრამ წყალს რამდენად შეინარჩუნებს, რომ სინესტე ჰქონდეს. თქვენ რა სიტყვით ხალხო, ესენი წავა? ანუ თან ლამაზი რო არის, აი მაგიტო მომწონს. ძველებურებზე ვგიჟდები. ბაცათო, მოშორდი. წადი. აქ არის ყველაფრის ადგილი და ყველაფრის ოთახი თუ როგორც აქვია. იმიტომ რომ ბლომად რაღაცა გადასაყრელი რა ვიცი რა და ანუ ეს გვაწყობს. ესეც გვაწყობს. იმ დიდებში, აი მაშინ შეიძლება, მაგრამ მაღლაბ როგორ დავკიდოება? აი მასე ვამბობ ეს თიხა. ამებს ანუ აი ამოვაძრობ და აუ ეს შეიძლება კი. აი ეგ ხონახურეტები აქვს თოკებით რა დავკიდო. კი ბატონი, შეიძლება ეგ. ანუ კაცი გამოწი ვიპოვე 5 ძილის. აი დანარჩენი 45 ძილის ჩავგა ჩორტი უზდა. გამომივიდა მეყვავილე ქალო, ჯერ გავკეთე და ჯერ მერე მოიტანე რა. აი ისინი კიდე არ მინდა დავკიდო, რა ქვია, ძველი ისინი როა ვენა დამება. რა ჯანდაბა ქვია კაცო? აი ბაბოსო ქონა ხოლმე ერბოს ყუთები რაღაცა. ბაცო, რა საშვები მან და გარეთ არ არის ადგილი. გადიხაჩქა. დებილო. მე მოგხვდა თუ არა პანჩური. უზრდელო და თავხედო. ქვეყანა ადგილი აი ქუნა ქნა. მიყურე ხა, შედიხა ჩქარა სადა მოვალ და გამხსენებია და გავგიგებულა დროზე. ბატი. გაიხადა ტუალეტი. გავწიწკნი მაგას. ეხლა აქ შევიდეთ. რა შეიძლება გამოვიყიდოთ ქოთნად. ანუ აქ უკვე რაც შეიძლება და გამომეყენებინა, გამოყენებული მაქვს და სავარაუდოდ ვერაფერს ვერ ვიპოვი. ანუ რაც შეიძლება და გამეკოთნებინა, აქედან უკვე გავაქოთნე. აქ მაქვს ბანკები და ეგეთი რაღაცები და არ მგონია წავიდეს. აქ მაქვს ქვაბები, არც ეგ არ მგონია. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა ვქნა. მაშინ შემოვიდეთ აქ. მოიცადეთ. დავიდა. მამიდას ვეჭორავე და ერთი იდეა მომაწოდა. ხო და, ანუ ბოთლებს მეც მინახია რა, მით უმეტეს პინტერესტი ხო ჩემთვის საყვარელი საიტია და მეც მინახია ბოთლებში გაკეთებული ესეთი რაღაცა ხოლმე და აი მაგალითად ვარია ბოთლი. ანუ ეს ამ მდგომარეობაში არა, ამ მდგომარეობაში მარტო ცოტა ზედაპირი რომ უნდა მოაჭრა და ამაში როა ხოლმე ჩარგული რა და რამდენიმე ბოთლი მაქვს ეხლა. ვცდი? რა და როგორ იქნება? ხო და კიდე იცი რა ვიპოვე?
აი ეს არის კონსტრუქცია იცი რის ისინია გარდირობები თუ რაღაცეები რო არის იმისი ზმეიკით რა ხო იცით თხელი უბრალოდ ნაჭრისა რა რაღაცა სათავსოები და იმისი კონსტრუქცია რომელსაც რაღაცეები ეკლდა ხო და ის რო გადავაგდე ეს რკინები შევინახე ხო და ეხლა ვფიქრობ რომ ბოთლები ამაზე ხო არ ავასხა მეთქი თუნდაც 3-3 ესე დავკიდო ანუ ჩამოვკიდო რა რა ვიცი იდეაში ეგ მაგდა წავიღებ აბა ჯერ ამდენი ბოთლი მაქვს ნახოთ ეგეც შეიძლება რომ გამოვიდეს თუ გამართლებს ხო იცი ყველაფერს უნდა პრაქტიკა რა რომელიმე მარწყვე მე ვარ მაგრამ რაღაცები ისა ინფორმაციები მოვიძიე ეს ორი ბოთლი კაი მაგას ჩავდო 3 კაი ესეც მე-4 ой ამასახურავი არა ქარაუშან სხვას ვუპოვი არებია აქ 3 ლიტრიანებია და სავარაუდოდ აქედან რომელიმე რო ავიღო შეიძლება ნახშა შესალოცი გახდეს ეს იყო ხოლმე დროს ბოთლები არ არის აგრეთ ჩვენი კონსტრუქცია ჩვენი ბოთლებით ერთ ცალზე კი დაეტევა რამდენიმე ხო და ბაცაცაც მოხვდება ახლა ნახოთ რა გამოვა ერთი ბოთლი ცაიქარი ძალიან კარგი ეხლა გვინდა ჩვენ რაღაცა რასაც შევძლებთ თქვენს მიყიდებას და მაკრატელი არის აქ განდით ხალხნო ის ხერხი ცოტა გადავასხვაფრე ანუ ბოთლებით ვაკეთებ ისე ოღონდ ის ტრუბაზე აღარ ვაკეთებ და ეხა მაგ ბოთლებს გავხრეტავ ცხელი იმით ცეცხლით და გავაკეთებ თოკებზე ანუ 1 2 3 ესე კი არ იყოს ანუ 1 2 და 3 ასე იყოს ჯერ ამ 3-ში ჩავთესავ და დანარჩენს უბრალოდ რო გადავარჩინო იმ დიდ ქოთანში ჩავალაგებ და კვირამდე იქნება ესეთი ბოთლი კიდე შევიძიდო ხო და ესა ბოთლი რაღაცა წვენი და ცადო რა სიზავს რა ხო და ამისთვის მაქვს ლურსმანი ახლა გასავანთებ და დავხრეტავ და ვნახოთ რა გამოგვია გამოვიდა ნახე რას ვამბობდი აი ამას ერთმანეთზეა გადაკონციალებული ვითომ არაფერი მაგრამ კაი ხანი მომდი გახრეტილები აქვს ნახეთ აი 3 ცალი რო დრენაჟი კონდეს ხო და ეხლა მე ტელეფონს შევაერთებ და სანამ ტელეფონი დაიტენება და რეზულტატს თუ რაც აქვია იმას განახებთ მე მანამდე ავურევი მიწას და თან დავგუგლავ რომ ანუ მაგაში მაქსიმუმ 2 ძირი თუ 3 ძირის ჩარგვა შეიძლება და
რო დავამთავრებ, შეგეხმიანებით და განახეთ აუცილებლად ამასობაში შევცვლი და ამიტომ ახლა ცოტა ხანი გავთბები და მე ჩავავალ მაგამბის გასაგრძელებლად და თან დავგუგლავ. მაშ შემცივდა 1.5 საათზე მეტია დავბორიალობ იმის მერე რა. თან პარალელურად ხვთბებოდი და იცი რა ვქენი? დავგუგლე, ინფორმაციები მოვიძიერა, როგორ ანაირად სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვანაირი დარგვისდრავი კულტურა თუ რავი რაცა ჰქვია ეგ აქ და ნუ მოკლედ ზოგი იმათ მოусმინე, ზოგი ჩემებურად და 1 2 3 4 9 10 ძირი დავრგე, აი 40 ძირს რა უყო, ჩორტი უზნაეთ. მაგრამ ისა დასტიფიზო ფეხი ის გავაკეთე. მოკლედ მარწყვი არ შეიძლება შიგნით. ნუ სათბურებში და რაღაცა ხო ჰაერის მცენარია, ჰაერი უყარს ყინვასაც და სიცივესაც იტანს. ხო და ნახეთ რა გავაკეთე. ძალიან საყვალად გამოიყურება. აი ესია. ეს ერთი ამაში ყვავილი მედგა ხოლმე და მე გადავდე და ეს ქოთანი შემოვინახე, საკიდიანია. და ასე მშვენივრად არის. და ეს ნახეთ სამსამი ძირი ჩავრგე, აი ეს თეთრი ის ნატოდეიდამ რომ აჩუქასად გამომადგა. ყველაზე მთავარია ჩარგვისას ის არის, რომ აი ეს გვირგვინი, რომელიც აი ახალი ამოტანილი აქვს, აი ესენი, აი ეს მიწით არ უნდა დაიფაროს არავითარ შემთხვევაში. აი ესენი. აი ეს რაც ისა აქვს რა და ასე დრენაჟიდან ეს მორწყე, ნახე დრენაჟიდან წყალი მშვენივრად გამოვიდა. ეს ამას და ეს ხა მე აქედა გამოვიდა და ასე შემდეგ. ასე 9 ძირი. ხო და აუ ის ტელეფონი დაამეღო. კარტოფილი უნდა გავფრთხნა ეხა დაბლა უნდა მომიწიოს ყოფნა. ხო და იმენა დარეკოს ვერ გავიგებ. ამიტომ სადღაც 20 წუთი დაბლა ვიქნები. ფეხი რა მისტრიალდეს. აქ ეხლა ვფიქრობ ერთი რამდენიმე აქაც ჩავრგა. და ისა დანარჩენს აი დიდ ქოთანში გავანაწილებ სულ აქ. რომ არ გამიფუჭდეს რა და აი აქეთ გამოვიტა რომ ცოტა ჰაერზე იდგას აი აქ თუნდაც. ეგეჯობია მარწყვის გაფუჭებას. ხო ნინოსაც მივწერე გვერდის შესახებ და ჩავიგდო ფოტო. ხო და მთელი ვიდეოს მანძილზე სადღაც კუთხეში იქნება და თუ გენდომებათ ხახლო მართლა სანდუ გვერდი არის, იმიტომ რომ ნინო მათქო რა მე არ გამომიწერია სიმართლე რო გითხრათ, ეხა მოგატყუეთ, მე რო გითხრათ ვაგედა მიწერბეთი რაღაცებს. ახლა გაირეცხება და გადავღრი წვიმა მოსულა ხახლო. ხო და ნინო რაღაცებს იწერს რა და ანუ არ არიან ფეიკი გვერდები და თუ რავე გენდომებათ საკურიერო მომსახურებაც აქვთ, ასე რომ არ ვატებები თქვენს და მეც. კარგად.